მოგესალმებით. დიდ ბრიტანეთში არსებული ვითარება Deep State-ის გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკის შედეგების სახეა. ეს პოლიტიკა მოიცავს არალეგალურ მიგრაციას, LGBT იდეოლოგიას და მის შედეგად დამდგარ დანაშაულის დონის ზრდასა და სხვა პრობლემებს. ამის მაგალითია გასული წლის 3 დეკემბერს მომხდარი ტრაგიკული ისტორია. 2025 წლის 3 დეკემბერს ქუჩაში უმნიშვნელო შელაპარაკების გამო 18 წლის ჰენრი ნოვაკი მოკლა ვიკრუმ სინგ დიგვამ. შემდეგ ადგილზე მისულ პოლიციას განუცხადა, რომ თურმე ნოვაკს თავად მიუყენებია რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფა დიგვასთვის. ის კი შეუიარაღებელ ნოვაკს თავს დაესხა და მკერდისა და ფეხების არეში 4 დარტყმა მიაყენა დანით. პოლიციამ კიდევ უფრო გაუგონარი ქმედება ჩაიდინა. იმის ნაცვლად, რომ სასიკვდილო დაჭრილი და სისხლის გუბეში მყოფი ახალგაზრდისთვის დახმარება აღმოეჩინათ, მას ხელბორკილები დაადეს. შედეგად ნოვაკი ადგილზე გარდაიცვალა. ეს ისტორია ძალიან გავს ჯორჯ ფლოიდის ისტორიას, მაგრამ მსგავსება მხოლოდ გარეგნულია. ფლოიდის შემთხვევაში გვყავს საეჭვო რეპუტაციის დამნაშავე, რომელიც პოლიციას დაკავებისას შეეწინააღმდეგა. ყოველი შემთხვევისთვის ასეთია ოფიციალური ვერსია. ნოვაკის შემთხვევაში კი გვაქვს თავდასხმა ახალგაზრდაზე, სადაც ინგლისის პოლიციამ პროფესიული ფსკერი აჩვენა. პირველ შემთხვევაში მივიღეთ ძალადობრივი აქციებისა და პოლიტიკური სკანდალის მაგალითი შტატებში. სამაგიეროდ ბრიტანეთში ახალგაზრდა პოლიციელების უმოქმედობის გამო დაიღუპა და არავინ ყვირის, რომ ვინმეს უფლება დაირღვა. არც სტარმერის წინააღმდეგ იმართება აქციები. ორმაგი სტანდარტები ბრიუსელის ბიუროკრატიისა და ევროკრატების შესრულებით კიდევ ერთხელ ცხადად გამოჩნდა. ამ და კიდევ სხვა პოლიტიკური ჩავარდნების გამო ხდება, რომ სტარმერის რეიტინგი და კარიერა ფსკერისკენ მიდის. ეს ჩანს ბრიტანეთის ცხოვრების ყველა მიმართულებაში. დიდ ბრიტანეთში 7 მაისს ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები თვალსაჩინო იყოს, შევხედოთ მოცემულობას. 5000 ადგილისთვის მიმდინარეობდა ბრძოლა 136 თვითმმართველობის ორგანოში, მათ შორის ლონდონის 34 ოლქში. პირველ ადგილზე გავიდა ნაიჯელ ფარაჟის პარტია რეფორმა, რომელმაც 1453 ადგილი მიიღო სხვადასხვა თვითმმართველობის ორგანოში. მეორე ადგილზე გავიდა პრემიერ კիր სტარმერის ლეიბორისტული პარტია 1068 ადგილით. მათი დანაკარგი დაახლოებით 1500 ადგილამდე იყო. ანუ მოქმედ პრემიერ-მინისტრსა და მმართველ პარტიას აჯობა მათ მიერვე დემონიზებულმა, მაგრამ ბრიტანელების ინტერესებზე მორგებულმა მემარჯვენე პარტია. სტარმერისა და მისი პარტიის წარუმატებლობაში ბევრმა ფაქტორმა ითამაშა თავისი როლი, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკურმა ფაქტორებმა და არალეგალურმა მიგრაციამ. ადგილობრივ არჩევნებში განცდილი მარცხის გამო სტარმერს ყველა, ვისაც არ ეზარება, გადადგომისკენ მოუწოდებს. თუმცა თუ ბოლო პრემიერებისა და სავარაუდო კანდიდატების მიხედვით ვიმსჯელებთ, ძნელი წარმოსადგენია ახალი პრემიერი რაიმეთი უკეთესი იყოს წინებთან შედარებით. რამდენად გაუძლებს სტარმერი ამ ზეწოლას ვნახავთ, თუმცა როგორც ჩანს მისი მაშველი რგოლი ისევ ბრიუსელის ბიუროკრატიაა და სწორედ ამიტომ ცდილობს ევროკავშირთან დაახლოებაზე გააკეთოს ფსონი და ამით მაინც შეინარჩუნოს დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში კაბინეტი. გიორგი მდივანის სიუჟეტში ნახავთ ერთი ახალგაზრდა კაცის სიკვდილში ასახულ ინგლისის სახელმწიფოს კრიზისს. დიდ ბრიტანეთში მიმდინარე მოვლენები ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყნის სრულ მორალურ დეგრადაციას და მიგრანტების მიერ მკვიდრი ბრიტანელების მეორე პლანზე ჩაჩოჩებას ასახავს. ბრიტანელების იდენტობის მიმართ Deep State-ის შეტევა უკონტროლო მიგრაციას, რასიზმს და ჰომოფობიას იმ ინსტრუმენტებად იყენებს, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის მოსახლეობას აგრესიული და ვულგარული ლიბერალიზმის იდეებს აჩვევენ და უკვე ავალდებულებენ, რომ დაემორჩილონ. გასულ კვირას ბრიტანული მედიის და საზოგადოების ყურადღება ერთი საშინელი დანაშაულის ისტორიამ მიიპყრო. 18 წლის ჰენრი ნოვაკი, პოლონელი სტუდენტი, რომელიც ინგლისში სწავლობდა, 2025 წლის ბოლოს სასტიკად მოკლა მიგრაციული წარსულის მქონე პირმა. 2025 წლის დეკემბერში ჰენრი ნოვაკი ღამით სახლში ბრუნდებოდა საუთჰემპტონში, როდესაც მიგრანტის მხრიდან ცივსისხლიანი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. ვიკრამ დიგვამ, რომელსაც 21 სანტიმეტრის ზომის დანა ეჭირა ხელში, ჰენრი ნოვაკი რამდენიმე სასტიკი დარტყმით მოკლა. მე დანა ჩამარტყეს, მე ვერ ვსუნთქავ. ეს იყო ჰენრი ნოვაკის ბოლო სიტყვები, რაც მან ადგილზე მისულ პოლიციელებს უთხრა. პოლიციელებმა კი იმის მაგივრად, რომ ჰენრისთვის მომენტალურად სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ და მისი გადარჩენა ეცადათ, მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს, რადგანაც ის ეგონათ აგრესორი. ამაზე მკვლელმა ვიკრამ დიგვამ და მისმა ძმამ იზრუნეს და პოლიციელებთან დაიწუწუნეს, რომ ჰენრი ნოვაკმა რასისტული შეძახილი თვითონ დაიწყო კონფლიქტიო. აქ იწყება ყველაზე საინტერესო. მას შემდეგ, რაც 4 ადგილას სხეულში მძიმედ დაჭრილი ჰენრი ნოვაკი რასიზმში დაადანაშაულეს, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანის
დაპატიმრება გადაწყვიტეს იმის მაგივრად, რომ საავადმყოფოში გადაიყვანათ. რეფორმის პარტიის და ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, იმიგრაციის ექს-მინისტრმა რობერტ ჯენრიკმა გასულ კვირას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას კიდევ ერთხელ წამოწია ჰენრი ნოვაკის მკვლელობის საკითხი. რობერტ ჯენრიკი დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს ამ საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევები პოლიციას და ზოგადად კანონის უზენაესობის პატივისცემას დიდ ზიანს აყენებს. სტუდენტი, რომელიც ღამით დროის გასატარებლად გარეთ გავიდა 21 სანტიმეტრის სიგრძის დანით რამდენჯერმე დაჭრეს. ის საკუთარი სისხლის გუბეში იწვა და სიტყვით სისხლში იხრჩობოდა. ადგილზე პოლიცია მივიდა. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფრის გაკეთების ნაცვლად ხელბორგილები დაადეს და ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რადგან მას რასობრივი შეურაცხყოფის ბრალდება წაუყენეს. ეს სკანდალია. მობრძანდება თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში და იტყვის თუ რას აკეთებს იმის გამოსაძიებლად თუ როგორ წარმართა პოლიციამ ეს საქმე. შეგვიძლია თუ არა ორდონიანი პოლიციის შესახებ დებატები, რომელიც ამდე რამეს აკეთებს პოლიციისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის შელახვისთვის ამ ქვეყანაში. საქმეს დამატებითი რეზონანსი მოკლული ჰენრი ნოვაკის ტელეფონში გაკეთებულმა ვიდეო ჩანაწერმა მიანიჭა. ვიდეო ჩანაწერში კარგად ისმის თუ როგორ მიმართავს მოკლული მკვლელს. კითხვით: შენ ცუდი ბიჭი ხარ? ეს უკანასკნელიც პასუხობს, რომ ის ცუდი ბიჭია. მალე ჩანაწერი წყდება. როგორც პროკურორები იუწყებიან, მოკლულ ჰენრი ნოვაკს 4 ღრმა ჭრილობა ჰქონდა, მათ შორის ფეხებში და ყბაში. გამოძიება ასევე ამტკიცებს, რომ დანით თავდასხმის შემდეგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დიგვა დაჭრილ 18 წლის ჰენრი ნოვაკს მისდევდა, რომელიც სისხლისგან იცლებოდა. მალევე დანაშაულის ადგილზე პოლიციელები გამოცხადდნენ. ისინი ხედავენ, რომ ერთი ადამიანი სისხლისგან იცლება და კვდება. ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი, მათ ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ, რომ უსწრაფესი დახმარება აღმოეჩინათ. მაგრამ მათ ესმით სიტყვა რასისტული და ეს მათი გონების დაბნელებას იწვევს. დახმარების მაგივრად ჰენრი ნოვაკს ხელბორგილებს ადებენ. ამ ერთი დანაშაულის მიღმა დასავლური ქვეყნებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატური დაავადება ჩანს დაუფარავად, რითაც ეს ქვეყნები Deep State-მა დააინფიცირა. ლიბერალური ექსპერიმენტის ფარგლებში უმცირესობის უფლებებს უფრო მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე მკვიდრი მოსახლეობისას. დასავლურ ქვეყნებში ტოლერანტობა საყოველთაო კულტად ცხადდება და ისეთი ტერმინები, როგორიცაა რასიზმი ან ჰომოფობია, შიშის წყარო ხდება და თავს არსებს ყველას, ვინც ამ ლიბერალური ვირუსით დაავადდება. უმრავლესობის ჩაგვრის გასამართლებლად და უმცირესობისთვის პრივილეგიის მინიჭებისთვის ტერმინიც კი მოიგონეს პოზიტიური დისკრიმინაცია. Deep State-ის მიერ დამორჩილებულ და თავდაყირად აყენებულ დასავლურ ქვეყნებში ის კი არაა საგანგაშო, მკვლელობის და გაუპატიურების მაჩვენებელი ყოველწლიურად რომ უარესდება. სამართალდამცავები თავის მოვალეობას რომ ვერ ასრულებენ. მართველი ელიტა საკუთარ მოსახლეობას რომ ატყუებს. არა, ეს ყველაფერი მისაღებია, მაგრამ ვინმე რასიზმში, არაპოლიტკორექტულობაში, ან უმცირესობების მიმართ არასათანადო მოპყრობაში თუ დაადანაშაულეს, ეს სულ სხვა კალიბრის დანაშაულად ითვლება. ასეთი დღის წესრიგი შექმნა იქ Deep State-მა. ბრიტანული გამოცემაზე Spectator-იც ამაზე მიუთითებს, რომ ნოვაკი მომენტალურად დააპატიმრეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის მკვლელმა რასიზმში დაადანაშაულა. არსებობს უფრო შემაშფოთებელი შესაძლებლობა, რომელიც მინიმუმ ანგარიშებშია მინიშნებული. ნოვაკის დაპატიმრება იყო უშუალო რეაქცია იმ ვარაუდზე, რომ მან რასობრივი შეურაცხყოფა მიაყენა დიგვას. ეს რომ ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყო, როდესაც პიროვნებას ჩხუბის დაწყება ედებოდა ბრალად, ის არ იქნებოდა ხელბორკილდადებული, არამედ უბრალოდ საავადმყოფოში გადაყვანილი. თუ ეს მართლაც ასეა, ჰემშირის პოლიციას თავის ქმედებებზე მოუწევს პასუხისგაცემა და არა მარტო იმიტომ, რომ ნოვაკის დაპატიმრებამ შეიძლება მისი არასაჭირო სიკვდილი გამოიწვია. მკვლელობის მასალების დეტალების შესწავლა ბრიტანული კანონმდებლობის ზოგიერთ აბსურდულ მომენტს ხდის ფარდას. მკვლელობაში ბრალდებული ვიკრუმ დიგვა 21 სანტიმეტრიანი დანით მოძრაობდა და ეს დიდ ბრიტანეთში ლეგალურია. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს რელიგიური ატრიბუტი ყოფილა თურმე. დიგვა სიქიზმის მიმდევარი იყო. შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში იმ კლინიკებიდან 150 მეტრის რადიუსში, სადაც აბორტებს აკეთებენ, ლოცვა აკრძალული, ჩუმი ლოცვა და ამის გამო ხალხს აპატიმრებენ. მაშინ, როდესაც რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი 21 სანტიმეტრიან დანას ატარებს, რაც შემდგომში ცივსისხლიანი მკვლელობის ინსტრუმენტი ხდება. ძნელი სათქმელია, რით ხელმძღვანელობენ ბრიტანელი კანონმდებლები, როდესაც ასეთ ურთიერთსაწინააღმდეგო კანონებს იღებენ. ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი ნოვაკის ოჯახს დახმარებას დაპირდა და საჯაროდ დაგმო ბრიტანული პოლიციის ქმედება. ეს საწყალი ბიჭი გაქცევას ცდილობდა, როდესაც ის დანით დაჭრეს და ტელეფონი მოპარეს, მაგრამ ბრიტანულმა პოლიციამ დამნაშავის მაგივრად ის დააკავა. კიდევ ერთი დამაფიქრებელი მომენტი ამ დიდ ტრაგედიაში ისაა, თუ როგორ არ შეიმჩნიეს ლიბერალურმა მედია საშუალებებმა და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ეს დანაშაული. როდესაც შეერთებულ შტატებში პოლიციური ძალადობის შედეგად ჯორჯ ფლოიდი მოკლეს, რომელიც იქამდე რამდენიმეჯერ იყო ნასამართლევი და კრიმინალური წარსული ჰქონდა. ამ ყველაფრის მიუხედავად კირ სტარმერმა მუხლი მოიყარა ფლოიდის საპატივსაცემად, მაგრამ 18 წლის სტუდენტის მკვლელობა მან საერთოდ არ შეიმჩნია. ბრიტანულმა როიტერსმა ჰენრი ნოვაკის მკვლელობა საკმარისად სერიოზულად არ მიიჩნია, რომ თავის საინფორმაციო ლენტაში ამის შესახებ აღენიშნა. ასეთ
ასეთი შემთხვევების დროს კარგად ჩანს, რომ Deep State, მისი მარიონეტი პოლიტიკოსები, მათი მედია საშუალებები და გავლენის აგენტები ორკესტრირებულად მოქმედებენ, რადგანაც მათ ერთი და იგივე ინტერესები და მიზნები ამოძრავებთ. They've just lost their way. ისინი უბრალოდ ძალიან ჩაიკარგნენ, ძალიან შეპყრობილნი არიან იდენტობის პოლიტიკით. სძულთ თეთრკანიანები, თავიანთი კულტურა დაუთმეს ძალიან პრობლემური ქვეყნებიდან ჩამოსულ ხალხს, რომლებიც ახლა საერთოდ ეწინააღმდეგებიან ბრიტანეთის დროშის ფრიალს. ეს რაღაცნაირად აგრესიის აქტია და ვიდეოებშიც ჩანს. მაგრამ უბრალო ბრიტანელები იმ მარასმთან და განუკითხაობასთან არაპირებენ შეგუებას, რაც მათ ქვეყანაში ხდება. უკონტროლო მიგრაციით გამოწვეული დესტაბილიზაციით და ქვეყნის დაკარგვის შიშით ისინი სულ უფრო ხშირად გამოდიან ქუჩაში და აქტიურად აფიქსირებენ საკუთარ აზრს. ბოლო ასეთი გამოსვლა ბრიტანელმა კონსერვატორმა აქტივისტმა ტონი რობინსონმა 16 მაისს ლონდონში დააორგანიზა, სადაც ბრიტანელი პატრიოტების მასშტაბური მარში გაიმართა. ბევრი მამაკაცი მოდის, რომელთა ვინაობა და წარმომავლობა არ ვიცით და არც გვჭირდება რომ ვიცოდეთ. ისინი ჩვენს ადგილობრივ რაიონებში სახლდებიან. მე საკმაოდ ჩამორჩენილი რეგიონიდან ვარ. იქ ყოველდღიურად ბევრი უცნაური სახე გვხვდება. უფრო და უფრო ახლები ჩნდებიან. ჩვენ ფაშისტები არ ვართ. ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. მე მუზეუმში ვმუშაობ, განათლებული ვარ. არანაირი პრობლემა არ მაქვს იმ ადამიანებთან, რომლებსაც აქ ჩამოსვლა და ამ ქვეყნის სხვა ხალხთან ინტეგრაციას სურთ. მაგრამ ისლამური საზოგადოება უბრალოდ აქ არ ინტეგრირდება. ისინი გარიყულად არიან თავიანთვის. ძირითადი მოთხოვნა, რაც დემონსტრაციის მონაწილეებმა გააჟღერეს, ქვეყანაში უკონტროლო მიგრაციის დამთავრება. ბრიტანელები ძალიან გაბრაზებულები არიან თავშესაფრის მაძიებელთა თავგასულობით და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების ზრდით. სხვადასხვა ინფორმაციით 100,000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა ლონდონის ქუჩებში, თუმცა ლიბერალური მედია საშუალებები მათი რიცხოვნობის შემცირებას ცდილობდნენ ყველანაირად. აქციის ორგანიზატორმა ტონი რობინსონმა ბრიტანეთისთვის ბრძოლა დააანონსა და ყველას მოუწოდა პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ, რათა საკუთარი ქვეყანა დაიბრუნონ. ეს რეალური ფასია, რეალობა ჩვენს საზღვრებზე მასობრივი იმიგრაციისა. ეს ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ბნელი ლაქაა. როდესაც ამ ქვეყანაში შემოიჭრა მამაკაცების არმია, გაუპატიურეს ჩვენი ხალხი და ეს ჩვენი პოლიციისთვის სრულიად მისაღებია. გადახედეთ ჩვენს გამოძიებებს, ციფრებს. ამაზე საუბარი 2004 წლიდან დავიწყე. მაშინ ჯერ კიდევ იყო ეგრეთ წოდებული გრუმინგი, ანუ ზრდასრულების მხრიდან ბავშვთა ან მოზარდთა ემოციურად манипуляცია, დამუშავება სექსუალური ექსპლუატაციისთვის. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ გაუპატიურების ჯიჰადზე. ამაზე ბევრი შემთხვევა მოწმობს. ეს დანაშაულები არასდროს მოხდებოდა თუ კი ჩვენ ვიქნებოდით ამაყი, ძლიერიერი. მამაკაცები არ დაუშვებდნენ ამას მათ ქალაქებსა და დაბებში. ჩვენ დეზორგანიზებულები გავხდით. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი სული. მიგრაციის ზრდას და კრიმინალის მატებას შორის რომ პირდაპირი კავშირია და კორელაცია უკვე ვეღარ იმალება. ბრიტანული მიგრაციის კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2024 წელს ლონდონში სექსუალურ დანაშაულში ბრალდებულების 47%-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის. ყველაზე ხშირად კი ავღანეთის, ერიტრეას, ალჟირის, სომალის და სუდანის მოქალაქეები არიან დადანაშაულებულები. ევროპის ყველაზე კრიმინალური ქალაქების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ბრიტანული ქალაქები იქ მოწინავე პოზიციებზე არიან. ბრედფორდი მაგალითად ყველაზე კრიმინალური ევროპული ქალაქია და ამ ხრივის მარსელსაც კი უსწრებს. კოვენტრი და ბირმინგემი მესამე და მეოთხე ადგილზე არიან. რა შეიძლება ჰქონდეთ საერთო ამ ქალაქებს? მათ რადიკალური და სწრაფი ისლამიზაცია აერთიანებთ. ბირმინგემში და ბრედფორდში მუსლიმი მოსახლეობის წილი 30%-ზე მეტია, ხოლო კოვენტრიში 10%-ს აჭარბებს. ქალაქ ტელფორდში ბირმინგემიდან 50 კილომეტრში მხოლოდ 1000 მუსლიმი მამაკაცი ცხოვრობს. ეს პოლიციის მონაცემებია. იმ ქალაქში გაუპატიურეს 1000 ბავშვი და 5 მოკლეს. ამ ქალაქში პოლიციამ მუსლიმი მამაკაცების 20% გაუპატიურებაში მონაწილე დამოიცნო. ეს არის ერთი პატარა ქალაქი, რომლის შესახებაც არავის სმენია. იქ მოსახლეობის მხოლოდ 1.7% მუსლიმია. მართლაც პატარა ინგლისურ დასახლება ტელფორდში რამდენიმე წლის განმავლობაში ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციის კრიმინალური სინდიკატი მოქმედებდა. ტელფორდში 170,000-მდე ადამიანი ცხოვრობს და 1000 ბავშვი სექსუალური დანაშაულის მსხვერპლი აღმოჩნდა. ამაზე ბრიტანულმა გარდიანმა და მირორმაც დაწერეს. დამნაშავეების აბსოლუტური უმრავლესობა მუსლიმები აღმოჩნდნენ. ეს ხომ უბრალო დამთხოვა აღარაა. ეს უშუალოდ მიზეზშედეგობრივი კავშირია. ამიტომაც 10,000-ობით გაბრაზებული ინგლისელი სტარმერის მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდა ლონდონის ქუჩებში და ბრიტანეთის პარლამენტთან მიტინგი გამართეს. რასელ სქვერის მოედნიდან ლონდონის ცენტრის გავლით დემონსტრანტები სამთავრობო კვარტალს, დაუნინგ სტრიტს მიადგნენ. მსგავსი აქცია 2025 წლის სექტემბერშიც გაიმართა.
გამართა. ლოზუნგით გავაერთიანოთ სამეფო, რომლის ორგანიზატორი ასევე ტონი რობინსონი იყო. მაშინ ლონდონში 150,000-მდე ადამიანი გამოვიდა. ბრიტანელებმა დიდხანს ითმინეს. ჯერ ბრექსიტს მისცეს ხმა, იმიტომ რომ ეს უკონტროლო მიგრაცია ყელში ამოუვიდათ. მაგრამ ამის მიუხედავად არალეგალი მიგრანტების ნაკადი ქვეყანაში კი არ შემცირდა, პირიქით გაიზარდა. მაგრამ ის რაც ახლა ხდება ნისლიან ალბიონზე, ყველა ზღვარს ცდება. მულტიკულტურალიზმი კარგია, როდესაც ის თქვენს კულტურას არ იპყრობს. და ეს არის მთავარი. რატომ არ შეგვიძლია ჩვენი კულტურის აღნიშვნა? რატომ არ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი იდენტობით? რატომ უნდა ვიყოთ ასეთი ტოლერანტულები, რაც ჩვენთვის არასასარგებლოდ გამოიყენება? როგორც ხედავთ, სწორედ ამიტომ არის ეს ხალხი გამოსული. ყელში ამოუვიდათ. Deep State-მა იგივე არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროპის ერთიანობა და სიძლიერე მოერყია. მათი ცნობიერება წაიშალა და დასუსტებული ევროპული ქვეყნები მარტივად ემართა. ბრიტანეთი კი ამ გეგმაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. უკონტროლო მიგრაცია, უცხო კულტურის ხალხის მასიური შემოდინება ინსტრუმენტი აღმოჩნდა ევროპული დაისის პროცესში. ლიბერალური ბოდვებით, ღია საზღვრების პოლიტიკის წახალისებით და Deep State-ის მიერ ნაკანახევი პოლიტიკით დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვნად დააზიანეს. მაგრამ ბრიტანელები ასე მარტივად არ აპირებენ დანებებას. ბრიტანეთი არის იმის მაგალითი, თუ როგორია რეალობაში მულტიკულტურალიზმისა და მრავალფეროვნების პოლიტიკის შედეგი. იმ პოლიტიკისა, რომელიც საკუთარი მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე ტარდება. ყველაფერი კი იმ პოლიტიკიდან იწყება, რომელსაც ევროკრატები Deep State-ის დავალებით უკვე წლების განმავლობაში ატარებენ. ეროვნულ იდენტობასთან ბრძოლა, წევრი ქვეყნების სუვერენიტეტის შეზღუდვა, ტრადიციულ ღირებულებებთან ბრძოლა, არალეგალური მიგრაციის ღია ლეგალიზება. ყველაფერი ეს ევროკრატების პოლიტიკის მთავარ მიმართულებად არის გამოცხადებული. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.